აი ვინ გვესტუმრა. ბატონებო გაიცანით ჩემი მეგობარი ექვთიმე თახაიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. დიდ მეცენატს ბატონ დავით სარაჯიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ფორახიშვილს შენ უკვე იცნობ. თბილისის ნოტარიუსი ივანე პალტარასკი, მისი მეუღლე ნენე გაბაშვილი და ჩემი ოლღა წუთი წუთზე შემოგვიერთდებიან. აი ეს მშვენიერესი და უნიჭიერესი არსება ივანეს ასული, ნინო პალტარასკაია გახლავთ. გამარჯობა. ბატონებო, გთხოვთ, ბატონმა დავითმა მოგვართვა შესანიშნავი კონიაკი. გთხოვთ ბატონო ივანე, გთხოვნინო. ვინც მოვიდა გამომარჯოს. ასე დავიწყებ მე ჩემს საზღერდელოს და ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. მას შემდეგ რაც ექვთიმე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი გახდა, მთელი საქართველო დაიარა და თავისი თვალით ნახა რა უზარმაზარი მასალაა ისტორიული ძეგლების, არტეფაქტების, სიძველეების, მხატვრული ნამუშევრების სახით. აი სწორედ მაშინ გადაწყვიტა სიძველეების დაცვა და დღემდე ემსახურება ამ საქმეს. დასანანია მხოლოდ რომ დღესდღეობით ვერავინ ნახე ამ საქმეში ამ პოლ ილიას გარდა. ჩვენი საზოგადოება თითქოს მონდომებულია საქმისთვის, მაგრამ თეორიულ მსჯელობას მაინც ვერ ცდება ეს მონდომებები. აი ექვთიმემ კი მონდომებაც გამოიჩინა და ზრუნავს ხშირად თავისი ხარჯებით მოიძიებს სიძველეებს და იძენს მათ. გუშინ მაგალითად ხსნის ხეობაში გახვდით. თამარის დროინდელი უძველესი თასი, უძველესი ჯვრები და რაც ყველაზე საინტერესოა, დღემდე არსებულ ვეფხისტყაოსანთა შორის უძველესი 1646 წლით დათარიღებული ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი შევიძინეთ კორინთელების ოჯახისგან. რა საინტერესოა, საით შეიძლება ვნახო? ამას უკვე ექვთიმესთან. ხო, თავიდან უარზე იყვნენ. თხა ეცოტავად. მაგრამ შემდეგ დაგჭამხდნენ. ისე ხეობიდან ფეხით მოგვიწია წამოსვლა, მაგრამ მაინც. ფეხით რატომ? ხელწარიალი წამოსვლას ფეხი წამოსვლა ვარჩიე და ფულთან ერთად ჩვენს მეეტლეს ოჯახის მარჩენალი ერთადერთი წყარო. ეტლიც კი დავატოვებდნენ მათ. აუნდ ეს სიძველეები წამოგავა იქიდან. დიახ, ექვთიმეს ადამიანის დაყოლილების ზებუნებრივი ნიჭი გააჩნია. ასე რომ არ მოგცეულიყავით. ცნობილ ფრანკ მოგზაურ ბარონ დე ბაისთვის აპირებდნენ იმუნიტების მიცემას. რა უცნაურობა გვჭირს ამ ქართველებს? თუ რამ განძი გაგვაჩნია, ყველაფერი უცხოელს უნდა მივყიდოთ, თანაც მუქთან. ეგ რომ არა, ჩვენი მუზეუმები დღეს ერთიათად დიდრები იქნება. ბატონო ექვთიმე, აი ეტლზე კი ნუ ინერვიულებთ. დღესვე ჩემი ორი ახალი ეტლიდან ერთ-ერთს თქვენს მეეტლეს დავუთმობ. ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? ცხენებს ზრუნვა არ უნდა მოაკლოს. დიდი მადლობა ბატონო დავით. თქვენ დღესდღეობით ერთადერთი მეცენატი ბრძანებით, ვინც უდავოდ ქართულ საქმეს ემსახურება. ყოველი მიმართულებით. ჩემო ექვთიმე. რომ იცოდე, თუ დამიჯერებ. ისეთი ბედნიერებაა ამ საქმის კეთება, ისეთი სიამოვნება, რომ ნუ რა თქმა უნდა თუ ღმერთმა კაცს ამის შესაძლებლობა მოგცა. ასეთ შორ მანძილზე როგორ ახერხებთ ამ ნივთების მოძიებას, ბატონო ექვთიმე? ქვეყნის ყველა კუთხეში მყავს სანდო ხალხი და მიმოწერა მაქვს მათთან. მათ ჩემს აგენტებს ვეძახი. ბატონებო, ექვთიმეს გაუმარჯოს. ჩვენი ქვეყნის მეჭურჭლეთ უხუცეს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ვახშამი მზად არის, გთხოვთ, აივანზე მოგძანდით. გთხოვთ, ექვთიმე. გთხოვთ. ძანდით.